მთავრობის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცრუ და სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს. ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს სახელმწიფოს ხარჯი არასდროს გამოუყენებია. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას მთავრობის მეთაურის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს უფლება მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო, ასევე საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე სამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. კერძო ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის არასდროს არც აქამდე, არც იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც საუბარი არის გასულ სიუჟეტში, არც მომავალში არაპირებს სახელმწიფოს ხარჯზე გამგზავრებას. ამ მგზავრობის დროს სახელმწიფოს ხარჯი არ ყოფილა გაწეული, ეს არის კერძო ვიზიტი. ოპოზიციონერები ცდილობენ სკანდალის შექმნას იქ, სადაც სასკანდალო არის ნოლი. და მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ძალიან ღირსეული ადამიანი. და უბრალოდ ისეთი რაღაცები, რასაც მას კადრებენ ამ სიუჟეტში, არის უბრალოდ წარმოუდგენელი და არის შეურაცხყოფელი. და ეს მთლიანი კამპანია არის უბრალოდ ცილისწამება.